ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. მოგესალმებით ტელეპლუსის სპეციალური გამოშვების სტუმარია ბატონი პაატა აბულაძე და დღეს ბევრ საინტერესო საკითხს მოვისმენთ ბატონი პაატასგან. მე მის გადაცემის წამყვანი ნინო შალამბერიძე. ბატონო პაატა, თქვენი მოსაზრებები იქნება ძალიან საინტერესო და თქვენი შეფასებები დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ მაყურებელი დღეს ელოდება თქვენს კომენტარს და განსაკუთრებით კომენტარს ელოდება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით. ვინაიდან და რადგანაც ყველასათვის ცნობილია თქვენი ოჯახური მდგომარეობა. მგზავრდებით და აი თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და რა ხდება? პირველი, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. პირველი, რაც ყველაზე მე მაინტერესებს, ირმა ინაშვილმა დაწერა სტატია და იქ იყო ესეთი მესიჯი გაშვებული, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სოდომიტური სამყაროს, ესე იგი ამერიკის და ევროპის, ესე გეი ევროპის, ანუ იქიდან რაღაცა საიდუმლოები გადასაო, ბიძინა ივანიშვილის ფულები, ანუ იქით ამ ხარეს გადავიდა, რომელიც იმ სამყაროსკენ გადავიდა, რომელიც 3 წელი ამ ქვეყანას ეთრევა ომში. ნუ მოვიტყუებთ, ესე ქვია, კაცო. ამას ესე ქვია, ეთრევა ომში, იმიტომ რომ თავარ ომში ისინი აგებენ, ამიტომ უნდათ რომ გაშალონ ეს ფრონტის ხაზი, დაგსაქსონ როგორც რუსეთი, ისე ჩინეთი და მის ვასალ ქვეყნებს სამწუხაროდ ესეთები ჩვენ ვართ დღეს. ვასალი აქ მათ გავლენები ჩვენ ნაციონალური მოძრაობიდან გამომდინარე კი? არა მარტო ნაციონალური მოძრაობიდან, მაგასაც გავმარტავ. თუ მტრის ბანაკში გადავიდა, სულ ყველამ რო აპატიოს, მე არ ვაპატიებ. იმიტომ რომ ეს არ არის ვიღაცი აპიროვნების ღალატი, ეს უკვე პირდაპირ ქვეყნის ღალატია, ქვეყნის მომავლის ღალატია. თუ ეს არის რაღაცა მოხელით, ანუ ბიტავოი პრობლემა, რაღაცა არაჩვენა დეკლარაციაში იქთამია იყო. რავი, ცოცხალი ორგანიზმია ქვეყანა, კაცო. ზოგი ესე იქნება, ზოგი აბა რა გვინდა ეს პროკურატურა და ესა. საერთოდ არ ვეროვი მაშინ მაგ საქმეში. თუ კიდევ ერთხელ ვადასტურებ, მე აღნიშნავ ესე. თუ ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩემმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა, ყველა ძალიან საყვარელი ადამიანმა ჩემ და იმიტომ ვიცნობ ყველას მაგ ოჯახს, თუ ის მტრის ბანაკში გადავიდა და ხელისუფლებაზე გაბოროტებული ქვეყანაზე დაიწყო შურისძიება, ხო, ნუ რა ვიცი. როგორ ფიქრობთ, ამ მოხდა იცნობთ ძალიან კარგად. მე არ მგონი ესე მოხდეს, რა თქმა უნდა, ღმერთი ჯვარი და თუ ესე არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც, რა ვიცი, დაჭირდება პერედაჩევს. მაშინ მოდით ეს კითხვაც დავსვათ ირმა ინაშვილს მსგავსი არ ვიცი, ირმა ინაშვილი ალბათ განმარტავს ესეთი ბრალის აყენება სოდომიტური სამყაროს მხარეს გადავიდა და ესე იგი ქვეყანას ღალატობდა. ხო, ეს უკვე ცდება ყველაფერს უკვე. იმ ქთამის ამას ერჩინა ქთამია იყო მართლა. თუ ესეა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ის მორწმუნე ადამიანია, ძალიან მორწმუნე ადამიანი, ამასაც გეტყვით. წარმოუდგენელი ეს რო იყოს, მაგრამ აი გაჩერებულები ვარ. დრო გვაჩვენებს ყველაფერს და მე ჩემი თხოვება აქ ალბათო ნინო, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, ის რაც შიდა საქართველოს პრობლემებია შიგნით არ ვერევი, თუ ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზმასში გადაინაცვლა და თანამშრომლობდა სოდომიტურ სამყაროსთან, რომელიც ქვეყანას 3 წელი ომში ეთრევა, ყველამ რო აპატიოს თელმა საქართველოს, მე ერთადერთი კაცი ვიქნები, რომელიც ვიქნები მისი პირადი მტერი უკვე. ძალიან კარგად აღნიშნეთ, 3 წელია რომ ომში ეთრევიან. უნდათ რომ ჩაითრიონ საქართველო და მართლაც საქართველომ დანის პირზე გაიარა, ძალიან ჭკვიანურად მოექცა ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ომს არ აყო და ძალიან გადარჩენილები ვართ, ესე ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ მოყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის ხელისუფლებაში, ჩვენ აუცილებლად ვიქნებოდით ჩართული ამ ომში. მე მინდა ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა დავსვათ თქვენთან.
ძალიან საინტერესო იქნებოდა ერთი რამ. რა შეიძლებოდა უფრო დეტალურად მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მთავრობაში არ იქნებოდა არც ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ, არ იქნებოდა არც ბატონი ირაკლი კობახიძე და რაც მთავარია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა ბედი ელოდა ქვეყანას. პირველი. ანუ ქვეტეგში კითხვაში სწორედ გავიგე, ანუ მეორე ფრონტი გაიხსნებოდა თუ არ გაიხსნებოდა. გაიხსნით. გაიხსნებოდა თუ არა და საერთოდ სად ვიქნებოდი? გაიხსნით. აი ჩემი გადმოსახედა როგორც სამხედრო კაცი გეუბნებით. ყველა ქართველში, აი თუნდაც ახლა თქვენ ოზიხართ, როცა ვამბობთ მეორე ფრონტს, იმ წუთში იტივტივდება აფხაზეთი და სამაჩაბლო, ხო სწორია? არ არის ეს მეორე ფრონტი, ეს არის ლოკალური კონფლიქტი. მაგ ლოკალურ კონფლიქტს დაგიმთავრებდნენ 24 საათში და გეტყვით რატო. როცა ქვეყანა იწყებს საბრძოლო მოქმედებას, უნდა აკონტროლებდეს სამ კომპონენტიდან ერთს მაინც, ჰაერს, ხმელეთს ან ზღვას. საქართველოს ვერცეც ვერ აკონტროლებს საბრძოლო მოქმედების შემთხვევაში. ამის მაგალითი იყო 2008 წელი, იმიტომ რომ თვითონ ის ნატოს წევრი ქვეყნები რო ჩამოვიდნენ ეს გარეწლები და ეს დაშფრადული რო გამართა საკა ერდოღანი ჩავიდა მოსკოვში და ცა გახსენიო მე ვარ პასუხისგებელი რომ არაფერი ნუ რაღაცა პირობა მისცა და რუსეთმა გაუხსნა ცა. ამიტომ ვამბობ რომ კონფლიქტი როგორც ეგეთი რომ მეორე ფრონტის გახსნა ეს აფხაზეთი და სამაჩაბლო მაინდამაინც არ იქნებოდა. დაუკვირდით უყურეთ თუ კი გლობალურად შევხედათ, ნახეთ რა მოხდა. როცა აქ რუსთაველზე აი ყველაზე პიკი რო იყო აი იმებს რო ისოდნენ მაშხალებს და რაღაცებს და დაუკვირდით ასოცირება ერთმა აი პულემიოტ ტყვიან ფქვევით იმიტაციას აკეთებდა. მეორე გამოდის და ეს გრანტამიოტის იმიტაციას აკეთებდა. რატო რომ ადამიანების ტვინში დალექილიყო, ეს ყველაზე საშიში იყო, რაც ისინი ანუ ისინი შიგნებულად აკეთებდნენ ამ იმას. პარალელურად ჩვენ საჰაერო სივრცეში იყო ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი გაჩერებული დაუკვირდით რა სადაზვერვო და პარალელურად მიდიოდა სირიის დაშლა. ასე იგი დაიწყეს ორშაბათ და შაბათ დაშალეს სირია. და პარალელურად დაიწყო სოხუმში, აბა გაიხსენეთ იქ სომეხიო რაღაცაო და ეთელი ამბები რო ატყდა. ანუ უკვე რა ქონა სირია, საქართველო და აფხაზეთი. ანუ თუ იქ სირიას დაშლიდნენ და როგორც დაშალეს კი ვნახეთ, ამაზე შევეხოთ თუ გინებათ, ყველა ის ტერორისტი, რომელიც ბედის ირონია, მაგრამ რომელიც ის იყო ბანდის უფროსი იყო აი ხა დღევანდელი სირიის პრეზიდენტი, საინტერესოა. აი ეს ყველა ბაივიკები აღმოჩნდებოდნენ კავკასიაში. იქ არავის ქართველების ჯინი არ ქონდა. აქ იყო ერთი რამე, რომ უნდა აფეთქებულიყო კავკასია, ჩათრეულიყო აზერბაიჯანი. თუ საქართველოს ჩაითრევდა მომს, არა, ის ჩაითრევდა როგორც აზერბაიჯანს, ისე სასონხეთს. ისე ირანს, კაცო. ამიტომ ეს ვის ახსოვს შენ თქვენი რაღაცა 5 მეტრიანი აფხაზეთი და ერთი ქალაქი ცხინვალი. საერთოდ არ არის, ეგ არის კიდევ ეგ არის ლოკალური კონფლიქტი. ამას უცბად დაგიმთავრე. ლოკალურ კონფლიქტს საშუალება მიუყვები. მაგამდეც მივიდეთ. არა, ჯერ კითხვაზე გავწუ პასუხი. საქართველოს ხელისუფლება რო არ ყოფილიყო. ანუ ის საზოგადოება როგორ დავარქვა ამას? აი ეს აგენტურა, რომელიც რუსთაველზე დგას დღესაც ეს სამხედრო ოპერაცია, თქვენ ეძახით, ეხლა სამოქალაქო ხალხი ეძახით, მაგას აქციას. არა, ეგ ჩვეულებრივი სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომლის მიზანიც არის კავკასიის აფეთქება. ამიტომ ეს ჩვეულებრივი სადაზვერვო ის არის. ეს ანუ წარმოვიდგინოთ, ეს ხალხი არის ხელისუფლებაში. პირობას გაძლევთ. დღეს თქვენ ვერც ქართულად ვიმეტყველებდით, ვერც პირჯვარს ვერ გადაიწერდით და ღმერთზე გექნებოდა სათხოვარი თუ გაძარჩებოდით. რომ ღმერთო, ჩემ ქვეყანაში მაინც დამარხე. არა მაქვს არაფერი პრეტენზია, ჩემი მიწა მომეცი. ფიზიკურად შეწყვიტავდა ეს ქვეყანა არსებობას. არავინ კუდის ქითის ამ ქვეყანას არ დაუწყებდა. უცბად დაშლიდნენ როგორ, რა ვიცი. ეს ესე იქნებოდა. ხომ არა, მარტო საქართველოს აკციებს აკეთებენ
ქალბატონი მაინდა-მაინც მარტო წარმომადგენლები და ესე ვთქვათ ლიბერალებთან შეკრული პირები. კი. და დღეს მიდის ეს პროცესი რუსთაველზე სამწუხაროდ და ამ პროცესში ჩაერთო უკვე ის ადამიანები, რომელი ადამიანები წარმოდგენილია ხელოვნების სფერო და სხვადასხვა სფერო, სამედიცინო სფეროდან და ძალიან ცუდია, როცა რაღაცის სწორ ანალიზს ვერ აკეთებს ადამიანი. თუმცა ახლო წარსულში გვაქვს აქ აფხაზეთის თემა, რა მოხდა და რა მივიღეთ, აგერ ცხინვალის თემაც გვაქვს ახლო წარსულში და მე არ შემიძლია რომ თქვენ არ დაგისვათ კითხვა და ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მხრიდან ამაზე პასუხი 34 წელი. აი ის ევროპა და ევროკავშირი, რომელიც ესე ძალიან ნერვიულობს საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ყოველთვის იყო აღშფოთებული და შეშფოთებული ჩვენი აფხაზური თუ ოსური კონფლიქტით. 34 წელი ქართველი ხალხი შეჰყურებდა მომლოდინე თვალებით, როდის გადადგავდნენ ნაბიჯს, რომ აფხაზეთს და ოსეთთან დალაგებულიყო ქართულ-რუსული, ესე ვთქვათ, ურთიერთობები. ეს არ არის ქართულ-აფხაზური ან ქართულ-ოსური, ჩვენ კარგად ვიცით ყველა, ეს არის ქართულ-რუსული ურთიერთობები და ამ საკითხში, ამ ჭრილში დღეს, როდესაც სწორად როგორ ვთქვა, სწორად მინდა კითხვა დავსვა, ყავს ხელისუფლება, რომელიც სწორად მიდის და მიყავს ქვეყნის გეზი სწორად აქვს აღებული და მე ზუსტად და სწორად მესმის და ვიცი, რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად ფიქრობს იგივე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზეც, ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაზეც და დარწმუნებული ვარ ახლო მომავალში მსგავსი საკითხები გამოიკვეთება. აი, რას ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ აფხაზებთან და ოსებთან დავიწყოთ იგივე მოლაპარაკება, იგი მშვიდობიანი, იგივე ურთიერთობის აღდგენა. აი, რა შეიძლება გაკეთდეს ამისთვის? ყოველთვის ვერ ვიქნებით ხომ სირაქლემას პოზაში და ჩუმად ვიღაცის ხელი შემხურე. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? ქალბატონი ნინო იწერა თემაზე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მარტო ხელისუფლების დამსახურება არ არის, რომ დღეს მშვიდობა გვაქვს, ეს არის საპატრიარქოს უდიდესი როლის, ესევე საქართველოში არსებული ეს მუსლიმური ჩვენი ძმების გვერდში დაუდგა ჩვენ ხელისუფლებას და ხალხი. ამიტომ თრად ხელისუფლება ნუ დაიბრალებს თავის თავს და ჩვენი სამეზობლოსიც. რომ არა ჩვენი სამეზობლოსი მყარი და მტკიცე ხელისუფლების და ქართველი ხალხის გვერდზე დადგომა, ეს ხელისუფლება წაიქცეოდა. ამიტომ ეს მარტო არ ვიყავით ამ ბრძოლაში, ჩვენს გვერდზე იყო პატრიარქი და ჩვენი სამეზობლოც. ეხლა გადავიდეთ თქვენ და ყველას ამას მინდა ყველას ჩვენ მეზობლებსაც და ყველას მადლობა გადავუხადო. თლათ კიდევ ერთხელ მიუხედავად რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი ვარ, მაინდა-მაინც თავის თავზე ნუ აიღებენ. თორემ მინახია იმათი განცხადებებიც მინახია რუსოფობიული. და ახლა მაგ სხვა თემა, ახლა შევეხებით. ეხლა თქვენ თქვით აფხაზეთის თემა. კითხვა მინდა უკან დაგიბრუნოთ. ვის უნდა აფხაზეთში დაბრუნება? თქვენ გინდათ, ქალბატონი? ნო. მინდა კი. ამას რუსეთში ვეძახით ჩვენ ხაწელკას. ახლა გეტყვით რატო? უყურეთ რა. 34 წელი. მე მყავს 11 წლის შვილი. ორი მყავს, მესამე გზაშია. აი ახლა მე რო წავიყვანო თქვენ აი პროდიუსერის შვილი რო წავიყვანო და წარმოვიდგინოთ ერთი წუთით რომ ვართ სოხუმში, ვართ სადღაც პლიაჟზე და უთხრა რომ ბაბუ ერთი გამეგზავნე სიგარეტზე. აი ეს ბავში, აი აქ რო გაზარდეთ 34 წელი. რა ენაზე ელაპარაკება აფხაზ? 13 ენა რა გაქვთ? რუსული, ინგლისური არ იცის აფხაზმა. ქართული, არც ქართული არის, იქაც თაობა შეიცვალა. იმანეთის რუსული, აფხაზური. შენიცი ცუდი ქართული და ინგლისური. რაზე მე როგორ ვემეტყველებ? ჯერ იმ აფხაზს ვეუბნებით, რომ მოდი ჩემთან, იმ აფხაზს არ ეშინია შენთან თანაცხოვრების. გააკეთეთ 34 წელი რამე, რომ იმ აფხაზს შენთან სულ ცოტა არ შეეშინეს თანაცხოვრება. მე ქართველი კაცი ვარ და მე მეშინია უკვე კაცურებს ვაკეთებთ. ქართული, ესე იგი, უყურე რა, 34 წელია, იქ სხვა სამყაროა საერთოდ.
შენ ხარ პასუხისმგებელი, შენ ხარ ისტორიის, შენ ხარ სახელმწიფო, შენ ხარ გაეროს წევრის თორე ისინი კი არ არიან. შენზეა პასუხისმგებლობა იმ თაობაზე ჯერ კიდევ რო არ დაბადებულა, კაცო. რა გააკეთეთ იმისთვის, რომ იმ აფხაზს თქვენთან თანაცხოვრების ცუცოთ არ ეშინოდეს განვითარებაზე აღარ გელაპარაკებით. ნუ ხა ორი ჩაგიჭრებით თუ შეიძლება გაკეთებასთან დაკავშირებით მე არ შემიძლია თქვა ამ ხელისუფლების მონდომება ჯანდაცვის კუთხით. შეეშვით რა, ნუ რაღაცის ნაბიჯი ხო, არა, იცით რა, მოდი რა, არ დავკარგოთ. ნინო, ქალბატონო ნინო. რაღაც ნაბიჯებს დგავს იგივე სწავლებასთან დაკავშირებით, იგივე ჯანდაცვასთან დაკავშირებით, იხლა საავადმყოფო. ქალბატონო ნინო. ეს აქამდეც არ გაკეთებულა. გავიგე, არა, უყურეთ, გიხდით, უყურეთ. რასაც თქვენ ამბობთ, ეს არ არის სტრატეგიული. ეს არის ბიტავოი პრობლემა, რომ აი მოდით, აი მოდი ჩვენთან ნახე რა კაი კლინიკა. კაცო, მაგი არ მაინტერესებს, კაცო. შენ მე სხვა რამე მაინტერესებს, არა, მე სხვა რამეს გეკითხებით, კაცო. იქ მე 34 წელია გენეტიკური წვეთა მაქვს, კაცო. იქ ბავშვები იზრდებიან სკოლებში ძეგლის გამოფენები აქვს, რაღაცები, აი დაღუპულების ის აქვს. 9 მაისზე ქართველების მოგებულ ომს 9 მაისზე იმობენ, აქ ევროპის დღე აღნიშნეთ. სამყარო სულ სხვადასხვა ვართ, კაცო. მე ამის თქმა მინდა, უყურეთ, ესე რო გვინდა, რავი ხაჭელკა, რავი ესე დაუწმინდა. მე სხვა თვითონ ქართველებთან უყურეთ 34 წელია მე აი აფხაზი ვარ და უყურებ რა ხდება იქ დანარჩენ საქართველოში და მაინტერესებს. ბიჭო, წელი არ გადის პატრიარქს არ აგინოთ. წელი არ გადის ეკლესიაზე რაღაც არ მიახატოთ. წელი არ გადის რომ რუსთაველზე ცეცხლი არ უკიდოთ საკუთარ პოლიციელებს. წელი არ გადის რომ რაღაცა LGBT-ს ის არ იყოს, რა ქვია, ცდილობები. სულ 34 წელი მიტინგებში გავატარებ და ეს აფხაზი უყურებს და ეს შეაკეთებ. სტრაშნა, ანუ საშიში ხალხია კაცობრობს. ამათ რა მინდა კაცო. აი რატო? არა, ჯერ უყურებ ხელისუფლებას ვეუბნები. როცა შენ ხელისუფლებაში ზიხარ, უყურეთ ახლა რას გეუბნებით რა. მე აფხაზეთში დონბასში იქნება თუ სადაც მე აფხაზებს ვესაუბრები კაცო. ისინი ჩემი სამყაროს წევრები არიან. კიდევ ერთხელ მე არა ვარ თქვენი სამყაროს წევრი. თქვენ უყურეთ რა, უყურეთ, გასაგიჟებელი არ არის ახლა ეს რას. გაქანებული ომია. აფხაზები იღუპებიან დონბასში. ოსები, ჩერქეზები, ჩეჩნები, ანუ კავკასია არის აზერბაიჯანელები, ეხა აზერბაიჯანელებიც ეხლა უყურე რა. ამ დროს შუაგულ კავკასიაში ნატოს სწავლებები ამერიკის ელჩის მოწყობილი სამხედრო ოპერაციები პლუს ამას კაცო აი ხა მე რო აფხაზი ვარ და ამას წინათ აეროპორტი გახსნეს გამოვარდა ჩვენი საგარეო მინისტრი და დაგმო ეს ანექსის ერთი ამბავია ტეხა ზუსტად 2 დღე გავიდა შემოფრინდა დრონები კიევიდან, უკრაინიდან და სიჩუმეა. კითხვას ახსოვ. ანუ კაი გაკეთდა დავგმეთ, მაგრამ შენ მას სამყაროს წარმომადგენლობა რომ დრონი შემოაფრინეს აფხაზეთის დასაბომბად, ამაზე ვერ ხედავთ. მე რო აფხაზი ვარ, ამას უყურებ, კაცო. ესენი მტრები არიან. ჩემი ცუდი უხარეთ, კაი კი არა, კაცო. თუ არ შევიცვალეთ ქალბატონო ნინო, ნუ მოვიტყვეთ თავს. არ გადაუხვიეთ. მაინტერესებს რა შეიძლება გაკეთდეს. რა შეიძლება გაკეთდეს? კი ბატონო, ნახეთ რა. არ გინდა საქართველოს არ აქვს რა. წვდომა იმასთან დაკავშირებთან, თად ესეც დავაბრალებთ ახლა ჩვენ ქვეყანას იმას, აკონტროლოს აფხაზეთში. რატო? არა. რატო? აეროპორტი რო გახსენე აკონტროლეთ? თუ კი ის დაგმეს, რატო არ დაგმე? არა, რატომ არ დაგმე? ცი, ქალბატონო, მოვიტყვეთ, ბიჭო. თუ კიდევ იყო 34 წელი ესე სიტყვილეში. თქვენი კითხეთ, თორე მე რავი, თქვენი ნებაა, კაცო. კიდევ ერთხელ გეუნებით. არა, ჯერ სანამ გამოსვალეთ, გეუნებით გამოსვები ამდენი ხანი. გამოვასწორეთ ეს რომ შენ სამეზობლო შენთან თანაცხოვრება არ ეშინოდეს. არ არის ურთიერთობები, პატარა ვერ დაგეთხოვოთ. უყურეთ. მათაც უნდა გქონდეთ კეთილი. ვის მაგათ? მათ, იგივე აფხაზებს, იგივე რა, აქ მოლაპარაკების მაგიდასთან და არა, მე არა, ეს სხვა რამეს არა, უყურე, იმ აფხაზმა ერთი იცის რომ
ქართველი ქალი გამოვიდა რუსთაველზე, აიწია იუბკა და ყვირის რომ ჩემი ისა ჩემიაო. ერთი წუთით იმას არ უნდა თავის მინდა საბჭოში ეგეთ რამე გაუკეთოთ, კაცო. იმას ეს რო არ უნდა იარაღს მოკიდა ხელი და შემოგაკლათ თავი, კაცო. არ უნდა ეს თქვენი სოდომიტური სამყარო, კაცო, იმას თავის ადათები ვფიქრობთ რომ მხოლოდ ეს არის არ არის, არა, თქვენი მენტალობაა, კაცო. უყურეთ. თქვენი ხა უკაცრავად და ბაია პატარა ეს მენტალობა არ არის, უყურეთ, აი თქვენ უყურეთ. არ, არ გინდათ გაგება, ეს არ რომ მაგიჟებ. ბიჭო, მე აფხაზი ვარ, მე თქვენი კითხეთ, იქ ბაია პატარა იქნება თუ აბულაძე იდგება, კაცო. თქვენ გადაწყვიტეთ იქა. მე ვიცი რომ ქართველი ხალხი ამას უშვებს. რა ჩემთვის დამიშველობა? ყველა ადამიანი არის ინდივიდი, მაგრამ ჩვენ ეგ არ უნდა ზუსტად, მაგათ. პრობლემაზე ამ წუთას ქალბატონინო, ჯერ თქვენ შეიცვალეთ თუ რამე გინდათ მეთქი, კაცო. ჯერ თქვენ შეიცვალეთ აკადა და რატო არა გაქვთ საინფორმაციო საშუალებები რუსულად? რატო უნდა გქონდეს გეხსნი, აი ამ აფხაზმა უყო. ენა არის ქართული და მე ვცხოვრობ საქართველოში, რატო უნდა გქონდეს რუსული? კი ბატონო, უყურეთ. გეთანხმებით თქვენი ნება, ესე გინდათ იცხოვროთ. რადი ღმერთი ჯული, იცხოვრეთ ესე, კაცო. ჩამოაყალიბეთ აი სწორად ოღონდ ისი არ არის რატომ არა გაქვთ? ხო, არა, აი რატო ფიქრობთ რომ აი მე კითხვა რატომ დასვით რომ რატომ არ გვაქვს რუსულად? იმიტომ რომ ამას ვერ უსმენს აფხაზი, არ იცის ქართული. კი. მაგიტომ თქვით რომ კი, ოსით. კი. ანუ მაგ კუთხით საუბრობთ ამ თემაზე. ხო, იმიტომ ხო უნდა იცოდე სამ ქვეყანაში რა ხდება, იქნებ თქვაც, ბიჭო, რა კაი ქვეყანა ყოფილა, მაინც მე თუ რაღაცაა რომ რუსები გამობრაზდებენ, აი დაუბრუნდები იქა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი შემოხედვარი, რასაც ჩვენ 30 წელი გითხარით მეთქი. ხო, გითხარით, უყურეთ, რასაც თქვენ ახლა უყურეთ 34 წელი, რა. ბაბან ერთ? რას ლაპარაკობთ, ესე ყვავით? რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არც ერთ ჩვენ სამეზობლოში შესარხდება, არც ერთ ქვეყანაში. ჩვენ რაც აქ სოდომიზმი ხდება, ამას ვერ წარმოიდგენს, რომ ვერ წარმომიდგენ ახლა 17 მაისს ჩავიარეთ 600,000 კაცმა 5 ნაბიჯი გადადგიქით და ვიღაცა გარეწრებით განან და კვამლი აწიეს LGBT ფერების. ანუ უყურეთ ასე გეუბნებით, ის რომ იქიდან ამას უყურებს, ბიჭო, რა მნიშვნელობა იქ საფრანგეთში ის რომ გააკეთეს ოლიმპიადა რო გახსნეს. თქვენ რა გონიათ რომ 80 მილიონი არა LGBT-ს ნუ ჩააციბდით კაცო. დიალოგზე აფხაზები. არა, სხვა რამის გეკითხა. ხაბადო თქვენ მაინც უყურეთ კიდე თუ თქვენ რაოდენობაზე გაქვთ, მე არა ვარ ვალდებული იქ ესე ვიკითხო, აბა იქ ვინა დგას, აბულაძე დგას, არა, აბა ბაია პატარა, ეს ვაკავტიეთ, მაგრამ კიდია იქ ვინა დგას. მე ვიცი რომ დანარჩენ საქართველოში ეს ხდება, კაცო. აქ დაბრუნება ამ სამყაროში. რადი ბოგო. გინდათ ესე იცხოვრეთ, კაცო. გამოსავალ გეუბნებით. პირველი, შეწყვიტეთ რუსოფობიული განცხადებები. ხელისუფლებიდან დაწყებული, ბოლომდე დამთავრებული. მარტივ მაგალითი. ყველასთან გავრცელებული რო არის, ყველა ტელევიზიაში გავრცელებულია. რაღაცას რუსულად რო იწვიან, ბოდიში გიხდით რუსული სიტყვა გამოიყენე. ინგლისურს რო იწვიან, ერთს არ მოიხდიან ბოდიში. ეგ რა არის? სწორი გადაწყვეტია ეგა? არ არის რუსოფობიული განცხადება? პარლამენტში როზიან კომისიის წევრები და ერთმანეთს რო ეუბნებიან, შენ რუსო, რა გასწავლეს რუსულმა? ბიჭო, ეს აფხაზი გიყურებს. ეს გიშები არიან. იმ რუსით გაგდეთ, ზუსტად რომ დღეს აქ მეიდანები და სირია არ მოგიწყეს, აი ჩემს საყელიდან 36 კილომეტრი რო დგანან ბიჭები, იმათი დამსახურება მაგის ზუსტად. და ამ დროს რო ვეკითხები, გამაგებინეთ ყველას. ვინ არის ჩვენს რეგიონში რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტი? აზერბაიჯანი? თურქეთი? შემთხვევით რუსები ხო არ არიან? ანუ შენ რომ დღეს კიდე ქვეყანა გააქვს, ის იმ ბიჭების დამსახურება ჩემთან რო დგანან. კიდე ერთხელ გეუბნებით, ის აფხაზები, ბიჭო, ის ანუ კიდე მაგას ბრუნდებით. თქვენ თვითონ არ გინათ აფხაზეთში? არა, ბატონო პატარა. სურვილი გაქვთ? ძალიან აფხაზეთში. არა, ეგრე მე ტაოშიც მინდა. არა, სურვილიც გვაქვს. გადაჭიც მინდა. მაგრამ ჩვენ მოდი შევთანხმდეთ და მაყურებელს მივაწოდოთ ის ინფორმაცია, კონკრეტული გეგმა, რა შეიძლება გაკეთდეს. ორივე მხრიდან, არა მარტო ქართული მხრიდან. იცით რა არის? ვიძახით რომ აფხაზები არიან ჩვენი ძმები და ოსები, ხო? ხო ვიძახით ამას და ვამბობთ. მათი მხრიდანაც უნდა გადმოიდგას. რატო უნდა გადმოიდგას? რატო უნდა გადმოიდგას? თქვენ ახალ სახელმწიფო ხალხო. გასაგებია. ის არ არის სახელმწიფო. ჩვენ კარგით, მაშინ მე სხვანაირად დაგიცვალთ კითხვას.
რუსეთთან როგორ უნდა დავალაგოთ აფხაზეთის და ოსეთის ამბავი. მოდი მაშინ ესე ვიტყვი, იმიტომ რომ აფხაზეთის ამბავს აფხაზი მოდი სიმართლე ვთქვათ ვერ გადაწყვიტავს. ეს უნდა დაალაგდეს რუსეთთან და ეხლა ამ სიტუაციაში არ მგონია იყოს განაცხენებული რუსეთი ქვეყანაზე და მათგანაც რომ წამოვიდეს ის კეთილინება, რომ თავისი კეთილინება დაანახოს ქართულ ხალხს, რომ აი ვავა ბაბა არ ყოფილა რუსი თლათ ესეთი, ხო? და აი აფხაზეთი და აი ქართველებო თქვენი მიწაა და რატო არ კეთდება ეს? შემიძლია ერთით პასუხი. ხო, ან ოსეთი, ან აფხაზი, რატო არ კეთდება? გიხსნით. რატო არ გიბრუნებენ ამ გიხსნით. ოკუპირებულ ტერიტორიას აქვს, ხო, ოკუპირებულ. არა, მაგათ ოკუპირებული. ეს ჩვენ თვითონ მივეცით. ეხლა უყურე. არა, ეს ძალიან ისე. არა, ესია. ჩვენ არა. არა, უყურე გეტყვი რასია. ამდენი ბიჭი ჩაიხოცა. არა, მეც იგი ვიყავი და არა, ერთი ესე აღარაცით ჩაიხოცა. არა, არა, ერთი წუთით კაცო, ერთი მე ხო არ მომგ მაგას. ის კომისიები ამობენ კაცო, თქვენ გააკეთეთო. რა გავაკეთეთ? ვაი, რომი დაიწყეთო, ის აფხაზია კაც შემოსულა, შენ გაიქეცი იქით კაცო. ბიჭო, ნუ მოიტყუებ თავს, ეგრე ის შემოვიდა თბილისში საუბრად. რას გამოდით იქ, რა წახვედით იქ? იქ რა გინდოდათ? აფხაზეთში რა გინდოდათ, რო წახვედით? ან ცხინვალში რა გინდოდათ, რო წახვედით? რატო რა გინდოდათ, ხოცვა გინდოდათ? ბიჭო, არ დაგახოცინეს თავი. დღეს რა არის? დღეს კიდე გეუნებით, აი გეუნებით რა. კიდე ერთხელ გიხსნით. ან თქვენ გახდებით თქვენი სამყარო, ანუ ან თქვენ დაუბრუნდებით დიდი რჯულის კანონს, ან ეკლესიაში დაბრუნდებით, ან კავკასიაში დაბრუნდებით, ან თქვენ კიდე დაიშლებით. ვერავინ ჩვენი სამეზობლო, რომელიც რასაც უყურეთ რა კაბატონი, ბიჭო, მარტო მე ვარ ესეთი გიჟიდაც. უყურე რა. თუ სადმე სადაზვერო სამსახურები არსებობს. ევროკავშირის, ამერიკის, ყველაფერი აქ თბილისში მოყრილი თავი. ჩვენს ტერიტორიიდან, შეგნებოთ რომ საქართველოსთან, ჩვენს ტერიტორიიდან ფინანსდება აზერბაიჯანის სორო სისტემი, ფინანსდებოდნენ, შეიძლება ეხლაც არ ვიცი. სასუნხეთის სორო სისტემი, თურქეთის სორო სისტემი, ირანის სორო სისტემი. აი აქ ცენტრი იყო ეს ქვეყანა, კაცო. ეხლა მე ვარ თქვენი მეზობელი და ხედავ რომ ბიჭო, ყოველ წეს საფრთხე მემუქრება თქვენ ტერიტორიიდან. ამ დროს თქვენ არც ძალა გაქვთ, არც იარაღი არ გაქვთ. სადო ჯარიც არ გაქვთ. და ვაფშე და თქვენ დაჟე უფრო მეც გეტყვით რა. გეწყიდებათ ხო რომ გითხრათ კიდე. არა, თქვენ ისე საუბრობთ ახლა რომ ქვეყანა საერთოდ არ არის ისე არ შეიძლება. ერთი არა, თქვენ არ გინდათ, მე ყოველთვის მე ხო გეუნებით. თქვენ ხო მკითხეთ. მე ის კაცი ვარ, რომელიც არ ურჩელი გავენას. გეკითხებით მე ბიჯებია გადასადგმელი ბატონო. რუსეთზე არ მკითხეთ ახლა? რა შეიძლება რომ გავაკეთოთ? რუსეთზე ხო მკითხეთ? ოსეთი დავიბრუნოთ. კი, ხო, უყურეთ, მაგას გეუნებით, თქვენ თქო არ გინდათ. უყურეთ. გამოვიდა აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოს დივანი და გითხრათ ერთხელ ნორმალურ ენაზე. თქვენს ტერიტორიიდან ჩემს სახელმწიფოებრებას საფრთხე ემუქრება. გამოვიდა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და გითხრა, საქართველოში შექმნილი სიტუაცია საფრთხეს უქმნის ჩემს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას. წახვედით ირანიდან ჩამოიყვანეთ ოპოზიციონერები, სოდომიტები და რუსთაველზე მიტინგი მოაწყობინეთ. ეხლა გეკითხებით ხალხო. თქვენ მეუნებით რომ ახლა ჩვენო აფხაზეთში როგორ დავბრუნდეთო? თუ აფხაზეთი კი არა კაცო, რაც აგაკ ჯერ ის გაუფრთხილდით. სანამ იქ მიხვალთ, ჯერ თქვენ გადახედეთ სად ახართ. ნუ მაგრამ ეს სახელმწიფო ეხლა გადავიდეთ კანონი და მსგავსით ეხლა ვეღარ შემოვა ქვეყანაში ეს ბერკეტით დაიწყო ხელისუფლება. ერთი წუთით გავიგე. ესაც გავიგე. ეს ხო წინ გადადგმული გავიგე. კი ბატონო, ესაც რამ გამოიწვია? მაგრამ რუსეთს რატო რამ გამოიწვია ამ კანონის მიღება? აი ანტი-LGBT გამჭვირვალობის იმი რამ გამოიწვია? რატო ვერ გააკეთეს 16-ში, 17-ში, 18-ში, 19-ში, 20-ში? რა იყო ამის მიზეზი შემთხვევით? თქვენ როგორ ვიკეთეთ? აი ბატონო, ნახე მე გისვათ კითხვას. გაყოჩაღდნენ? შემთხვევით ის ხო არ იყო ყოფილი უკრაინის ტერიტორიაზე SVO რო დაიწყო და ჩვენი პატრონები დღემდე ჩვენი პატრონები რო იმათი დღის წესრიგი დაემსხრა.
ამან ხო არ გამოიწვია ჩვენი სუვერენიტეტის მეტის მოხვეჭა. შემთხვევით ვამბობ მე. იმიტომ რომ ყველა იმათი ჩვენი ვინც პატრონები იყვნენ დღემდე, ვისაც ანგარიში უწევთ კიდე. ხო ეს კალასები, ბუტიფები თუ რაღაც ეს ვიღაც ფონდერ ლაიერები და რაღაც იმათი დღის წესრიგი რომ დაიმსხვრა ყოფილ უკრაინის ტერიტორიაზე, ჩვენ გავყოჩაღდით. ანუ ისევ ჩვენით კი არ გავყოჩაღდით, კაცო. ჩვენმა მეზობელმა დაანგრია ის სამყარო. კი ბოლომდე არ დაანგრია. ამან მოგვცა საშუალება, რომ ეს კანონები მიიღო. ეხლა თქვენ არ მითხრათ, 17 მაისს როდის დაიწყეს სიარული ხელისუფლება და საერთოდ ხელისუფლება. იცით? 2022 წლამდე არ მოსულა. რატო ხო მოდიოდა? არა კაცო, მე მკითხეთ, მაგი მე დავდიოდი, მე და ლაშყალახაძე ვიყავით, კაცო. ტელეფონზე დაცვის ბიჭები მეუნებოდი და პატა ხო ბევრი ხალხი ხართ. ბიჭო, გამოდით მე უთხარი. რატო არ გამოდიოდნენ? პატრონების ეშინოდათ. პატრონებს, ნუ მოვითხოვეთ ხალხო, თუ კი თქვენ გინდათ აფხაზეთი, თუ კი თქვენ გინდათ რომ რაღაცა კავკასიაში გახდეთ, ბიჭო, შეწყვიტეთ ეს სოდომისტური ცხოვრება, კაცო. გავიგეთ რომ ჩვენთან არის ეს სიტუაცია ძალიან ბევრი სოდომისტი ცხოვრობს რუსეთშიც და აი უყურეთ მაგას არ გეთახმები. ისინი კანონით აკრძალულობენ და იმათი კანონი ექსტრემისტულად არის შეფასებული. კვეთაში, მაგრამ მე გეკითხებით კონკრეტულად მაყურებელს თქვენგან აინტერესებდეს იქნებ რა ნაბიჯები არის კონკრეტი გიხსნით მეთქი. ორივე მხრიდან განები ჯერ იმ ხარ, ჯერ თქვენ დაბრუნდით კაცო ეკლესიაში. ჯერ თქვენ დაბრუნდით ეკლესიაში. დაბრუნებულები არა ხარ, აი დაბრუნებულები ხარ, კაცო. არა, ეს თქვენი აი ესე რო ცხოვრობ 17 მაისით დაარსა. მერე მთავრობა და მხედრობაც 17 მაისს 22 წლის მერე გადის. ეს ადრია თუ გვიან არის გადის ფაქტი ეს არის. მოგასწრებული იმედის ტელევიზიაში ასე დაходит 17 მაისს? მე ამ წუთში აქ ვსაუბრობ ეს ვიცი, იქ რას იძახოდნენ არ ვიცი. ფაქტი ეს არის. კი ბატონო, უყურე ხაბატონო, ეხა მაყურებელს ვუნებით. პოსტოლები თქვენ ჩემზე გიჟია კაცო ესეებს ლაპარაკობ. მაგრამ რატომაც ესი გიჟი 34 წელი მაინც ისე იქნება მეთქე როგორც გეუბნებით. არავინ თქვენ მაგის იმის საშუალებას არ მოგცემთ. აქ თქვენ ეს ყოველთვის ესეთი ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნათ. აკრძალა კანონმდებლობაში ევროპამ რო ჩაუდო არ მიიღო წინააღმდეგ. გავიგე. და უამრავი რამე დაბლოკა ხა. ამ რაღაც გააკეთა სამთავრობამ. არა, მე სხვანაირად გეკითხები. მე მაგას გეუბნებით. უყურეთ, სხვანაირად გეუბნებით. თქვენ კიდე მე ასე გამოცდილებას კი არ ვაკრიტიკებ. ამ თავრობამ როგორც კი იპოვა მომენტი, ისარგებლა მომენტი და თავის ქვეყანას კაი გაუკეთა, კაცო. ამას მომო, ბარო, შენ კი არა ხარ ინიციატორი მეთქი, მაგას გეუბნები. მოიბრალებ შენ თავზე, კაცო. ჩემმა სამყარომ გააკეთა ეგა რომ შენ მოგცა საშუალება რომ ეს გარყვნილება გეგრძალა, კაცო. შენ თავზე ნუ იღებ მეთქი ამას. დაფასება იცოდე იმ ხალხის მეთქი. აი ეს მინდა გაიგოთ. გავიგეთ ეს. ხო, რა არის გაუგებარი? მაშინ სხვანაირად დავსვავ კითხვას. როგორ ფიქრობთ რუსულ დუმაში მდებარეობს საუბარი აფხაზეთის ეხლა საქართველოს ტერიტორიების აღდგენასთან და გიხსნით. კეთილგანწყობილად თუ ის ხალხი საერთოდ კარგი ჩვენ გავიგეთ რომ ჩვენგან კეთილგანწყობას ელიან მაგრამ არ იქნება ჩვენ უნდა ველოდოთ მაგას გიხსნით თეირანია ზის აზერბაიჯანის საგარეო მინისტრი თურქეთის ირანის და ლავროვი და სკამიდებს ერთი და გადაფარებულია ქართული დროშა უყურეთ ეხლა რაც გეუბნებით მაშინ იყო ესეთი პროექტი კასპიისკაია პიჭორკა კასპიის ხუთეული იქ წამოწია თემა აი ეს სკამზე და ჩვენ ველოდებითო საქართველოსო უყურეთ ნახე რას ამბობს და იქ მიიღეს მემორანდუმი რომ ეს ხუთი სახელმწიფო თანხმდება გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებს ცნობენ უყურეთ ნახე რას გეუბნებით მემორანდუმი მიიღეს ამ ხუთეულმა და ამ საზღვრების ურღვეობის უსაფრთხოების გარანტია ხდება ერთმანეთის ეს ქვეყნები გამოვარდა მარგველაშვილი და როგორ უპასუხეთ ჩვენ ამას ანუ რუსეთმა გიგიარა შენი აფხაზეთიო რაც გაეროს საზღვრებითო გამოვარდა მარგველაშვილი და რა თქვა ჩვენ ახლა ჩვენ პარტნიორებს შევეკითხებიო ეხლა მას გადაგითარგმნით მე თქვენ ქართულად როგორ ქვია ამას წავალ ახლა ჩემ კოლონიზატორებს შევეკითხებიო შეიძლება მივიღო მონაწილეობა აგერ რაღაცა მგონი საზღვრებზე და ჩვენ საზღვრებზე ლაპარაკი და ამით დამთავრდა პირადად
გოსდუმაში გამოვიდა ლავროვი და თქვა არ არსებ არა იმაზე პრესკონფერენციაზე დიდი პრესკონფერენცია რო ხომ რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ თქვა არ არსებობს თემა ჩვენსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებით უარ გადაწყდესო გამოვარდა იგივე მარგველაშვილი და რა უპასუხა ჯერ ჯარი გაიყვანოსო ჩემი სიტყვები ხო არა ხალხო ანუ იმას ნუ მეტყვით რომ იქიდან ინიციატივა არ იყო უფრო მეტ გეტყვით გამოვარდა ჩინეთის ელჩი და გითხრათ მე ვიქნები თქვენ შორის შუამავალიო რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჩვენ გვაქვს ჟენევის ისაო პროგრამა თუ რაღაცაო პროექტია თუ რაღაცა ესა და ნუ დავინახეთ ანუ მარგველაშვილის და არა უყურე ჭეშმარიტი სახე ქალბატონო ნუ მაწყვეტინეთ არა თქვენო მეუბნებით თუ იქი არა ანუ ერთამეში უყურე არა ნუ ხალხის აზრი რომ მივაწვევ სწორად იმ ჩემს სამყაროს ვეძახი ბრიქსი შოლსი რა ვიცი ყველა ხალხს ვინც არის ტრადიციული სამყარო რელიგიური სამყარო იმ სამყარო ერთხელ ორჯერ სამჯერ ოთხჯერ ზახაროვამ 5 ჯერ გითხრათ ერდოღანმა 9 ჯერ გითხრათ კაცო არაფერი ჩვენ არ გვეშველა იქიდან ბრიუსელიდან როგორც დარეკავდნენ თქვენ ამათ ხوار გაგიჟდეთო რა მოლაპარაკება უკეთ თქვენ ნორმალური ხო ხართო კომუნისტის გამზადერთო რაით მოლაპარაკებაზე მიდიხართო კაცო თელი ტექსტი ეგ ანუ იმ ხარეს კი ნუ უაბრალით მეთქი კაცო იმ ჩემ სამყაროს არ უბრალოდ კაცრავად კითხულობთ კითხვას ხო ამიტომ ვამბობ არის წამოსული ჩვენ კითხულობთ ამას და გვაქვს არ შეუწყვეტია 30 წელი ამ კეთილნების გადმოსროლა სიგნალების რა უმაღლეს პირებიდან დაწყებული უბრალოდ მოადგილემდე დამთავრებული ჩვენ არ გვეშველა არაფერი არ არის მარგველაშვილი და არა ანუ ეს ამას შევთანხმდით იქიდან ინიციატივა იყო ყოველთვის ჩვენი პატრონი ფაქტობრივად დღეს მსგავსი ინიციატივები კიდევ წამოვა დღეს კიდევ ერთხელ გეუბნებით ჩვენ გავიარეთ ის ეტაპი როცა მარგველაშვილის პრეზიდენტის მომენტში გავიგე მსგავსი ინიციატივები დადგეს უყურეთ კიდე გეუბნებით მე არ ვიცი როგორ რა დადგება რა არ დადგება მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნებით დღეს ჩემი სამყარო ცხელ ომში ვართ გადასული თქვენ არა აი საქართველოს რუსთაველზე მყოფ სამყაროსთან ნუ დასრულდება არა თუ ეს არა ჩვენ ვართ ცხელ ომში გადასულები რასაც ქვია ცხელი ომი აი სხვა ვესვრით ერთმანეთს ყველაფერს ანუ ის ეტაპი რომ კაცობრიობაზე ჩვენ რაღაც ჟენევაში ლაპარაკობთ ეს გავიარეთ კაცობრიობა გაიყო ორად 1 მილიარდი და 7 მილიარდი 1 მილიარდი არის სოდომიტური აქეთ არის ტრადიციული სამყარო ბრიქსი შოლსი და ასე შემდეგ იქ ჩვენ ერთმანეთში ვიჩხუბებთ აზერბაიჯანთან ვიჩხუბებთ სასწორად ეგ თქვენი ეს სოდომიტური სამყაროს გასარჩევი არ არის კაცო აქ ჩვენ როგორ მივხედოთ ერთმანეთს ჩვენ სადავართ იმ 1 მილიარდში ვართ თუ აქ ტრადიციულ სამყაროსთან ვართ ჩვენი ხელისუფლების გადმოსახედიდან ვართ ტრადიციულ სამყაროში გიხსნით იმიტომ რომ მან მიიღო ერთი წუთით გეხსნით მაშინ გეკითხებით ღია წერილი რომელიც გაუგზავნოთ ჩემმა მეგობარმა ჩემმა ძმაკაცმა ჩემი ოჯახის ახლობელმა ყაველაშვილმა პრეზიდენტ კრაუს ამაზე სამარცხინო წერილი რაც საქართველოს ისტორია არსებობს მეფეს არ მიუწერია ესე იგი აი თბილისს რო გითხრათ კაი გამობანილები ვართ კაი ვაზლინიცა გვაქვს ბატონო და ერთი გამოიხედეთ აქეთ კაცო როგორ ვერ დაგვინახეთო ერთი პატარა ის გვინდაო კაცო ესეთი სამარცხინო წერილი არა ერთი ნუ მოვიტყუებთ კაცო თავს წერილს წერთ 15000 კილომეტრი წიგით რომელიც ნაციაც არ არის ერიც არ არის კაცო გირჩაონიას მაგაზე დიდი ხნის კამიუდებს კაცო იმას წერილს რომ ბიჭო აბოლობო დაგვინახეთო თქვენი სამყაროს წევრი ვარო კაცო თქვენ იცნობთ სამყაროს შეიძლება გავიყოს ყველა და არავის არა მომეჩნევით რა თვითონ არა კაცო მეგობრებით თქვენ სადახართ მე თქვენ მომი ჩვენ ტრადიციულ სამყარო არა ხართ თქვენ ტრადიციულ თქვენ დაჟე კავკასიაშიც არ ხართ სადღაც თქვენი შეხედულებით თქვენ არ კიდე გეუბნებით თქვენ რომ მითხარითო ჩვენ ვარ ტრადიციულ არა ხართ მეთქი რაც თბილისში ხდება რაც საქართველოში ხდება მითხარი რომელი ტრადიციულ სამყაროში ხდება ეგა ბაქოში ხდება ეგეთ რამე ერევანში ხდება მარტო ბაქო და ერევანი ხომ არ არის აი გროზნოში ხდება გროზნოც არ არის მარტო სამყარო თეირანში ხდება კაცო ხდება ყოველას აქვს აი უყურეთ არ გინდათ გაიგოთ ევროპაში მთელს აი ყველგან ხდება მსგავსი თელ ევროპაში კი ბატონო ყველა აფიქ ყველას აქვს თავის უფლება კი ბატონო სინება ცხოვრების
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეს უშლის ხელს. აბსოლუტურად უშლის. როცა თქვენ ხართ ასეთი სამყაროს წევრი, ნება მომენტით არა ვართ, რატო გაგხადეთ, ბატონო? არა, როგორ არ გაგხადეთ, კაცო, თქვენ გიწერიათ კონსტიტუციაში იქ მივდივარო. მე ხوار მიწერია, თქვენ გიწერიათ, თქვენ სამყაროს უწერია, რომ ჩემი მიზანი, ქართველი კაცის მიზანი არის იქ შესვლა სოდომიზმში. მაგას სოდომიზმი ქვია, კაც თქვენ ეძახით ევროკავშირს, მაგას ქვია სოდომიზმი. აგერ კანონი მიიღეს 11 წლის გოგო, თუ შემთხვევით ბურთფეხი დაარტყა, ძუძუებს გაჭრია, კაც გავგიჟდი, კაცო. კაციაო. ბიჭო, ახ რა გინდათ ქრისტიან ხალხს? ვაფშე რა დაგჩინიეთ იქა, რომელიც თქვენ მაცხოვართ 2700 წლის ქრისტიანები ხართ? არა, არ მართლებინებთ რა. ერთი წუთი 1700 წლის ქრისტიანები ხართ. თავი მოგავთ, კაც ჩვენაო ქრისტიანები ვარ, მოწმინე ხალხი ვარ თუ. ბიჭო, შეშობელდაო თუ ქრისტიანი ხარ. იქ რა გინდა საცა ქრისტეს ყოველდღე მაცხრად იგდები ღმერთო მოპატიეთ. საცა ოლიმპიადას გიხსნით და ევროვიზიაზე ჯვარზე ცეკვავეთ. სათოთ რა გინდა თქვენ ვაფშე? რა ის ქრისტიანები ხართ ხალხო? თქვენ დაჟე არა თქვენ დაჟე ისაც კი გაბედეთ რომ თავმოყრობა გაზარდეთ თქვენის თავმოყრობა ადიქით და იმ სოდომის გააზრდებინეთ და დღეს ეს თავმა დგას რუსთაველზე და გათხოვილ კაც ტყას უკრავს ესეთ რამე აზერბაიჯანში არ მოხდება არ ჩვენ სამეზობლოში არცად არ მოხდება ეს მარტო აქ ხდება რატო იყიდებს საქართველოში ესეთ რაღაცები ფეხს ბიჭო 100,000-მა კაცება თავი მოიკლო იქნებ გეშველოთ რამეო კაცო ბიჭო არ ესვლა ქართლის არაფერი გადავედით ბატონო პატა არა როცა თქვენ ამბობთ რომ მე ტრადიციული და ქრისტე არა ხართ კაცო მიიტყუებთ თავს ტრადიციული სამყაროში ესეთ რაღაცები არ ხდება რა საკეთება გუშინ პოლიციელებს კლავდნენ მეორე დღეს მიტინგს ატარებენ ეს რო გაეკეთებინა ჩემი სამყაროს კონსერვატიული სამყაროს რომ პოლიციისთვის დანა ჩაერტყა შტირი ჩაერტყა მეორე დღეს მიტინგს ჩამატარებინებდით ხოსუ სითხე შემომაბანდით კაცო აბა იმ ხალხს რატო ატარებინებთ რუსთაველზე იმიტომ რომ თქვენი სამყაროს წარმოსული თქვენც იქ ხართ კაცო თქვენ არ გეუბნებით ხო ზეორელსებზე დაუბრუნდეთ არა უყურე ამიტომ ეს არის კაი საფრთხელო არ არის კარგი საფრთხელო ეს არის ქართული როგორ უნდა თამას ხედავთ ქართული ხალხის ნება რა არის ქართული ხალხის ნება დამოკიდებულება ჯანსაღი მოგვარება კონფლიქტების როგორ როგორ მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა კაი დაბლა რას თავაზობ აი მოხვედი ახლა შენ მე ვარ აფხაზი აი რას თავაზობ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორია ამას მეუბნები არ გაძლევ ისინი რას თავაზობ არა კაცო შენ ხო მეუბნები მოლაპარაკებაზე რას თავაზობ თანაცხოვრებას გეუბნები ესე ცხოვრება არ მინდა როგორც თქვენ ცხოვრობთ ანუ თქვენ ესე იგი ყველაფერს გიწუნებთ კი არ გიწუნ თქვენ მოიწონთ მაშინ თქვენ მითხარით კაი რა არის მე გავჩუნები თქვენ მითხარით კაი რას თავაზობთ კიდე გეუბნებით აი აფხაზი ვარ რას ვთავაზობთ ხო გაქვს რამე იდეა ევროკავშირში თქვენ არ გეუბნებით შენმა ჯიშმა და ჯილაკმა გეტყვი შევიდეს იქა მე იქ არაფერ არ დაგჩინე ქრისტიანი კაცი ვარ რას თავაზობთ იმ აფხაზებს ხალხო რუსული არ იცით რაზე ჯერ ინგლისურად არ მინდა ინგლისურად ლაპარაკი კაი არ განვი აფხაზ რუს რას თავაზობთ არა ხონა გისმით მე კაი მოვედის აი დასვა რუსმა აფხაზი თქვენგან მაინტერესებს როგორ სესთავაზებელი გააქვთ გიფიქრეთ მაგას რას თავაზობთ რუსს რას თავაზობთ კაი მითხარით რუს რა უნდა შევთავაზოთ ხო რა ვიცი ხო აი რა ვიცი რა უნდა შევთავაზოთ აი რა უნდა შევთავაზოთ შესათავაზებელი არაფერი არ გაქვს რა გაქვს რა ვიცი რა გავაკეთოთ რა გაქვს შესაძლებელი აი რა უნდა შევთავაზოთ ჩვენ დავჭდეთ რუსთან მოლაპარაკება და რას აი და უნდა განვიხილოთ ის 34 წლის წინ მომხდარი ინციდენტი დავარქვათ ყველაზე მსუბუქად იმ ფაქტს რაც მოხდა ქვეყანაში ამდენი ქართველი ბიჭი ჩაიხოცა ამ ხელა ომში და დღეს 21 საუკუნეში რა შეიძლება გაკეთდეს საიმისოდ რომ რუსეთმა თავის კეთილინება დაანახოს საქართველოს რატო დაგანახათ ერთხელ ორჯერ სამჯერ ეკონომიკა გავგიწიათ მეტი რა გითხრათ მეიდანების არ გიწყობთ ჩვენც ხელი ხელს ბანს პრინციპი გაკეთდეს აი მაგ და რა აი მე რომ თქვენ რას თავაზობთ პარაკების მაგიდაზე პოლიტიკოსებმა იმსჯელონ მე ჟურნალისტი ვარ და მე შემიძლია ამ ინფორმაციის გაჟღერება და მიწოდება ხალბატონ მინდო კიდევ ერთხელ გეუხსნებით ეს თქვენ ხალხმა თქვენი საკეთებელი გიხსნით მეთქი და მაგას გეუბნებით 34 კრიტერიუმების ბოდიში კრიტერიუმების მიხედვით ჩამოვა ყალიბოთ რომ უფრო კაი გავიგეთ ეს სოდომური მიმდევარი კე გავიგეთ კაი ამის გარდა
ხო, უამრავი კარგი რამ არსებობს. რა? რაც შეიძლება რომ იყოს საინტერესო ამ ორ ქვეყანას შორისა რა. იქნები. გასაგებია ძალიან დიდი ბაზარია, ჩვენ გვჭირდება იქეთ, გასაგებია ეს ყველაფერი რომ კი ბატონო ეს გავიგეთ. მაგრამ აი ხო არსებობს რაღაც უამრავი ტურისტი ჩამოდის დღეს ისვენებს კი ბატონო არ არიან შეზღუდულები უვიზო მიმოსვლა კი ბატონო კარგია ანუ იქით ადაზინეს უკეთებ მაგით არა ცუდად გებულობთ არა პირიქით ბიუჯეტში მაგათგან შემოდის ფული თორე ევროპელებისგან კი არა მოდის ტურისტი ფულს ხარჯავს კი ბატონო ყველაფერი ჩვენ ყველა ადამიანს ხებულობთ სტუმარ მასპინძელი ანუ გავიგეთ ისწავლია ქართველებს მაგრამ იცით რა რომელიც სწავლიცავთ ხარე არ დაჯდა და არის საუბარი რაზე მისაუბრებით მეთქი მაგას გეხოცებით ამდენი ხანია აი 34 წელია ოკუპირებული აქვს ტერიტორია ისე მაგით მოდი ხარ ხო რავი არ გაძლევ მაშინ არ შედგება ეს არ შედგეს კაცო ნუ შედგება არ შედგება როგორ უნდა ვიმეგობრო მაგას სავალი რაში უყურეთ თქვენ კიდე მაგას გენ კიდე იმ ტალღაზეზე ხართ კაცო რუსეთს საერთოდ არ ჭირდება არც თელავი, არც ქუთაისი, არც თბილისი და დაჟე არც პროტი. კი, ყველაფერი აქვს. ანუ იმის იქ დაჟე მეცაც გეტყვით, არც აზერბაიჯანი არ ჭირდება და არც ჩინეთსაცოქი, არც ჩინეზაგეზური. ეს სტრატეგიულად რო ავიღოთ, არც მაგი არ ჭირდება, პაბალშომ რო ავიღოთ. ვისაც ჭირდება არის ირანი და ჩინეთი და მიხედავენ კაცო. მაგრამ რატომღაც მე შეცვალეს რა, უცბად ამ ორმა აფეთ გიხსნით კაცო. პირველ რიგში ჩვენ შესათავაზებელი არაფერი არ აქვს. თუ დღეს ეკონომიკა გვაქვს და თუ დღეს დენი და ახლა რომ დენია და თუ თქვენ ტელეფონს ტენით, ესაც რუსების დამსახურება. პულს უყიდოთ, ესაც რუსების დამსახურება. ანუ ჩვენი შეთავაზება რამე სტრატეგიული ჩვენ არ აქვს. მაგას ვთანხმდებით, რომ არ აქვს. ვერაფერს რაც უნდა მაგას აქვს კიდევაც და აფართოებს კიდევაც. თქვენ ეთყობა ტურისტები რო ახსენეთ, ეთყობა ინფორმაცია რა გაქვთ. თქვენ რომ ნახოთ აფხაზეთში რა მშენებლობები მიდის ამ ტურიზმის. რატომ იცით? იმ რუსად მობეზრდა, რომ დგას ამ ტურისტებისგან რამდენი მილიარდი შემოვიდა ახლა თქვა პრემიერმა კობახამ ხო თქვა 3 მილიარდ რაღაცა შემოვიდა. მარტო აი ბელარუსია რუსეთისგან. თქვენ ანუ ხელისუფლება იმდენიც კი ვერ გავაკეთეთ, რომ ამ რუსებს მოსახლეობა მოქალაქეებს უსაფრთხოდ გაევლო. ხან ხაჭაპურში უფურთხებთ, ხან 4 კაცი დაესევით ერთ სემს, ხან მიდიან აფურთხებენ. იმან რუსმაც შეხედა გაუწია მოცემულობას ანგარიში. თუ თქვა კაცო. так. ამაზე მაგარი პონტი მაგარი აფხაზეთში. არც აფხაზეთში ეპყრობიან თავზე ხელს. ერთი წუთით. არა, ერთი წუთით. იქ უყურეთ თქვენ კიდე ერთ რამე გეშლება. ჩვენ უყურეთ აი აქეთა ანუ ბრიქსის სამყაროში ჩვენ ერთმანეთში შეიძლება ვიჭყობოთ კი შეიძლება ხვალ საზღვარი ერთმანეთს ვესრულოთ აი ინდოეთმა და პაკისტანმა მაგრამ ეგ საერთოდ არ არის გარტყმაში იმ სამყაროსთან როგორც ვიჭყობთ ისე შევრიგდებით თქვენ მაგაზე არ იდარდოთ კაცო მეგობრები თქვენ სადახართ რომელ სამყაროსთან ახართ მეთქი დღეს აღარ არის იმაზე ლაპარაკი რომ ადამიანის უფლებების ჟენევის კონვენციები და ეს დაამთავრეთ კაცო სტრასბურგები და ბრიუსელები ესაც დაამთავრეთ ეს ხო ჩამოიშალა ყველაფერი რა ქნათ პირველ რიგში დაუჯერეთ პატრიარქს ბიჭო რა გითხრათ ახლა ამ ბრძენმა კაცმა 900 ჯერ გითხრათ ბიჭო დაბრუნდი შვილო ეკლესიაში თქვენ ეკლესიაში დაბრუნება როგორ გქონდეთ ეკლესიაში შესვლა არა კაცო ეკლესიაში შესვლა კი არა დაუბრუნდ ის რაც თქვენმა წინაპრებმა დაგიტოვეს კაცო ისე გიჟები კერყვის შვილებს უტოვებდნენ და თავის ოჯახებს უწირავდნენ კაცო იმის გულის რო არ დაბადებულა იმ თაობისთვის კაცო რომ მაგალითი მიეცათ ანუ პატრიარქის მოუნება რუსეთს შეუერთდა ხედავ როგორ მოტვინეს აი რას ნიშნავს დაბრუნდით პატრიარქში პირველი აი გიხსნით უყურეთ არა გიხსნით აი უყურეთ სწორად რო გამიგოთ რა კავკასიაში საქართველო იყო ცენტრი რისი ინტელექტუალების მეცნიერების მომღერლების კაცობრიობაში არ გამოგონილა ისეთი გიგანტური რაღაც როგორ ქართველი არ ყოფილიყო ნამდვილად გეთხრა ეს ერთი მეორე ყველაზე დაფასებული იყო ქართველი მეორე დაჟე არ მინდა არავის მე ერებს შეურწყმს არ ვაყენებდა და იქ სხვა სახელმწიფოში ვჩადიოდი ხო და რო ეკითხებოდი ვინ ახარო გეუბნებოდა გრუზინ რო ქართულად ველაპარაკებოდი და ქართველი არ იყო რატო აკეთებდა ამას იმიტომ რომ იმან იცოდა რომ ეს ქართველი რო ჩადის კაცო იქა ეს დაფასებული იყო იმიტომ რომ ის გეოპოლიტიკურად იმდენად მნიშვნელოვანი ინტელექტი იყო რომ კაცობრიობაში
ერთმა ქართველმა კაცობრიობის აზროვნება შეცვალა პლანეტაზე საერთოდ. ორმა ქართველმა კაცო. ბიჭო, ამის თანაფორა გაქვთ ქართველებს, ყოფილ ქართველებს. ბიჭო, ამას აი უყურე ადამიანს ერს კონდეს ლაღიძე და შხამიან კოკაკოლაში მილიონებს იხდიდე, ბიჭო, ნორმალურები როგორ ახარ თქვენ ნუ გამაგეშეთ კაცო. ლაღიძე მიეცი ნებისმიერ თავმოყარეს, ლაღიძე ნაღები ესენი იმას სახელმწიფო იმხელა ფულს ჩადებდა, იმხელა რეკლამას დაუკეთებდა, კოკაკოლას ვახი აწევინებდა თავს, კაცო. თქვენ აქენით ის ლაღიძე საერთოდ გააუქრეს, კაცო. ის ბავშვების ტვინში ის ლაღიძე დაალექეთ, კაცო. გამოუშვით სამხედროები ვეონები ქუჩაში, ლამაზი ფორმით, კაი ბიჭები, ესე კაი, როგორა ქართულად გაკრეჭილები, ლამაზად, გაიაროს რომ ბაბუა მითხრა შვილიშვილმა, ბაბუ, აი ესეთი მინდა ვიდა. ბიჭო, ესეთი კი არა, კაცო, თვალები დაკრასკული და მამაძაღლები რო არიან. ესეთი არ მინდა, ბაბუ, აი ესეთი მინდა გამოვიდეო. ბავშვის ტვინში ეს დაალექეთ, კაცო. ბიჭო, გენერალურ პროკურატურაში ბაია პატარა რო გეყოლება კომისიაში და მაგის გარეშე კომისიას რო ატარებ, ნუ გამაგიჟეთ ხალხო რა წარიწევთ ლაპარაკებით თქვენ საერთოდ. მეც გეტყვით კაცო, რუსთაველზე კანონი მივიღე, ფარას კანონი და რუსთაველზე არის სოროსის ფონდი. ბიჭო, რაღაც ადეკვატურები ვართ ახლა ჩვენ. ბატონო არა, გავაკეთებ. კიდე ერთხელ გეუბნებით ხალხო. მე არა ვარ ის კაცი, რომ ენა მოუჩლიკო. არც არასდროს არ ვიმზადები, როცა მოდივარ გადაცემაში. რასაც ფიქრობ, იმასაც ვლაპარაკობ. იმ ხელისუფლებასაც ჩემები არიან, კაცო. ის ხები კი არ არიან. ბევრთან ნათესაური კავშირი მაქვს. იყო დრო, რომ ერთ პარლამენტის სოფო კილაძეს. კაბინეტში ვზივარ და ვეუბნები. აი, ჩვენი სამშობლო და ჩვენი და მეთქე სტოპ მე ვთქვა. შეგიძლია სიტყვა სამშობლო პარლამენტში თქვა მეთქი? ვიტყვეო, მეთქი სოფო ვერ იტყვე. ამ შტელმა მართლა დამიჯერა. წავიდა და თქვა, ის იყო და ის, სოფო აღარაა პარლამენტარი. სიტყვა სამშობლოს ვერ ვალაპარაკებდით, ხალხო, რატო გეუბნებით იცი მაგას? ჩვენ თვითონ ეს თაობა არ არის დამნაშავე. ჩვენ თვითონ ქართველებმა ჩვენი თაობა მივეცით, სხვას გავაზრდევინეთ. ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება სხვას გადავეცით მეთქი. თითქოს ჩვენ შნუ არ აქონდეს რა მაგის. თითქოს ჩვენ მეფეები არ ყოდა, ისტორიები არ ყოდა, თითქოს ჩვენ 5000 წლის არ ყოდა, აქედან 3000 წელი სახელმწიფოები არ ყოდეს. შეშობელდაღო, აი ბუშის ქუჩას მიხსნი. იმდენი წარჩინებული მეფეები მყავდა. იმდენი მეცნიერ აკადემიკოსები მყავდა. სააკაშვილის ნარატივი იყო. არა, შეხო მოხვედი 13 წელია. რუსთაველზე ოდგან არიან 22 წლის ბავშვები. 13 წელი გამოკლე, რამდენი სიკნებია. რო გთხოვდი ბიჭო შეიტანე ეს სკოლაში ნელ-ნელა რელსები გადაწიე ისტორიას მოუმატე საათები ეს შეუმჩნევთ ის რომ ქვეყანა არ შეირყეს მაგრამ არ გეგონათ რომ თქვენი ესე კოლონიზატორების დღის წესრიგს მე უკრაინაში დავამხობდი ჩემი ოჯახთან ერთად ამიტომ ეხა დარჩა როგორ ესე იგი კაი სიტუაციაში არიან რა ამათან ჯგუფში არიან ევროპასთან ჩემ სამყაროსთან, ანუ ბრიქსთან აღარ ვეძახით. სამი შეხვედრა იყო, 3-ზე არ დაგუძახეთ. იმიტომ რომ არ დაგუძახეთ. რუსებს ვერ ვხედავთ, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით რა ხალხო. რეზიუმს გეუბნებით პირველ რიგში. თუ ქართველი კაცი არ დაბრუნდა თავის საქართველოში. არ შეწყვიტა იქით ყურება სადღაც. აი იქით, აი ევროკავშირი, აი ევროკავშირი ისინი დღეს თუ არა ხოლმე დაშლილებიც არიან უკვე რას გვანან. თუ არ ჩვენ თვითონ არ მივხედეთ რომ იმ აფხას, იმ ოს ალტერნატივა გაუჩნდეს თუნდაც იმ რუსთავს რო უთრას რო დაუშვათ, ხო რუსო უთრას რო გამაბრაზდებ, აი ჩემები არის, იქაც ჩემი ტრადიციული ხალხი ცხოვრობს. არ შეეშინდეს შენთან თანაცხოვრება, კაცო. იმის შიში არ კონდეს რომ შენთან რომ მოვიდეს, მე აფხაზი ხალი არ გავყნა და არ წავიდე და მინდა საბჭოში აკაბარა იწიოს, კაცო. ამის საშუალება მიეცით, კაცო. გახსენით რუსული გადაცემები, მოусმინოს იმ აფხაზმა, მოусმინოს, ნუ გეშინიათ, კაცო. არ იწმინება რუსული ენა. იმ მოსმა მოусმინოს, ტურისტები ჩამოდიან, მოусმინოს, ვისი გეშინიათ. აბა ესე კიდე გავიძროთ. გავა კიდე 34 წელი და მე თქვენი შვილიშვილს კითხეთ აფხაზეთი რა და ის სადღაც დარობანდიდან იქამდე როგორც ჩვენ მოვთხოვნა დარობანდიდან იქამდე
დროის ფაქტორია, გაბატონებინა. დრო ჩვენა გვაქვს გენეტიკური წყვეტა. აფხაზებს კი არ აქვს. და ესაც შეწყვიტეთ რა, რომ ეხლა ასიმილაცია მოხდება რუსებთან, აფხაზები, ბიჭო 300 წელი იქ არის, რა ვერ დავუსვდნენ. ამ ილუზიებში როდემდე ვიყოთ, ხო? რო არ დაბადებულა იმ თაობას რას ვეუბნებით? ლობჯარიაში შემეშინდა? თუ ამერიკის ელჩის? ის ტრანსგენდერი გდვაკა. ამას ეუბნებით რო არ დაბადებულა იმ თაობას? ის თაობა ხო დაიბადება იმ გეოგრაფიაში და აღითქვავს ემოციურად მარტო იმ გეოგრაფიას, ხალხო. ო так как-то. აი ესე უყურებ. აი ესე ცუდი რესპონდენტი ვარ ხოლმე მე. პირდაპირ პირში ვახლი ხოლმე ყველას. ესაგებია თქვენი პოზიცია, თუმცა მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგავს ნაბიჯებს აუცილებლად რო გადადგას? კონფლიქტის მოგვარებისკენ, რომ დათბეს. რო გადადგას ქალბატონ ნინო. ის ქალბატონ ის რო გადადგას ყობახით მაბიძინამ ეს ნაბიჯი ჩვენი იმედით უნდა გადადგას. როცა ჩვენ თვითონ ვართ ისეთი რომ ჩვენ ვერ გავუგებთ მაგნაბიჯის გადადგმას. თვითონ სახელმწიფო ექსპერტებიც რუსოფობური განცხადებებს აკეთებენ პარლამენტარები ის ვერ გარისკავს, კაცო, თავის შეიძლება უჯაყდებია. შეიძლება დიდი გული თუ მოძო წასვლა იქა. თვითონ ხალხი არ არის მომზადებული იმისთვის, რომ ბიჭო, ბოლო-ბოლო რა გჭირს? სავარაუდოდ მოემზადება ალბათ ხალხიც იმისთვის. უნდა შეცვალო პროპაგანდა. უნდა აკრძალო პირდაპირ უნდა აკრძალო სოროსი და ეს მამაძაღლი ორგანიზაციები. არ გააკეთებთ ეგრე? უყურე მაგალითს გეტყვით გაბატონო ნინო. ჩემი კუმირია ლუკაშენკო, სხვათა შორის მაისში უნდა შევხვდე ლუკაშენკოს და რუსეთის პრეზიდენტსაც დიდი კონფერენციაზე. უყურე რა, როცა ბელარუსიას გაუჭირდა, ამან ლუკაშენკო აიყვანა თავის შვილი, დაისრვა გვერდზე, გადაიკიდა კალაშნიკოვი, იმას სწორედ მოწვია იქ რა ხდება. აქ რო ესე დემოკრატიული რევოლუცია რო აბზადებდნენ 2020-ში. მივიდა სპეცნაზთან და ესე გაუკეთა ვიკრასავიო. იმ სპეცნაზელები იქნებოდა ძალოვნება, მასში პატრონი დაინახეს. ქვეყნის პატრონი დაინახეს. იმ ლუკაშენკოში რო შვილთან ერთად წავიდა და ეს განცხადება იყო იმ სამყაროს ეუბნება, აი ჩვენი პატრონების სამყაროს ეუბნება, რომ სროლაზეც კი წამოვალო. ქვეყანას არ დაგაშლინებთ, უკანასკნელს არ გაკეთებინებთ. ქვეყანას პატრონი ნამდვილად ყავს. ხო და აი ეს ბიზნესი გაანებეთ. არა, მაგას არ გეუბნებით. ხალხ არა, ნუმაწვენე ვიყო, არა, თუ კი ხელისუფლებაში მოსახლეობამ პატრონი არ დაინახა, კაცრი პატრონი, ის კი არა, საჭირო გახდება? ეხლა მარტივ კითხვას გიწყებთ, მე გავაკეთებ მარტივ კითხვას გისვრის. ერთადერთი კაცი ვიყავი 2014-ში, მაშინ ნოვორასიესში ვიყავი შვილებთან. როცა იანუკოვიჩი გარბოდა, ყიროდი, კიოდი, წვიდი, გახსენით ცეცხლი შეშრობელ და ქვეყანას დაღუპავ მეთქი. ქვეყანას დაღუპავ ამით მეთქი. ეხლა გეკითხებით. მაშინ 200 კაცისთვის დავით წაეძრობინებინა. სულ ცოტა 2 მილიონი 700,000 კაცი გადარჩებოდა. სულ ცოტა 47 მილიონი 18 მილიონი ხوار ჩამოხვიდოდით. სულ ცოტა ქალაქები ხوار წაიშლებოდა მიწისაგან. კითხვა, ღირდა თუ არა აი ეს როცა შევიკო ფრონტი გაგიხსნეს შუაგულ კიევში. ახვალ მაგაზე გაათამის პასუხისგებლობა აღებული. ამდენ არ გაუფრთხილდები შენ პირადი ცოცხლეს? არ გაუფრთხილდები ქვეყანას დაკარგავ. აი ეს არის ჩემი რეზოლუცია. გაუფრთხილდნენ ქვეყანა არ დავკარგეთ, ნამდვილად ომია. კიდევ ერთი ამ ბრძოლაში მარტოები ჩვენ არ ვიყავით. არ გახსნილა ეს ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი დამსახურება, რომლის დანახვაც არ შეიძლება ეს და დავინახოთ და მადლობა მათ ამისთვის ნამდვილად უნდა გადავუხადოთ და მე მჯერა ჩემი სამყაროს გვერდში დადგომით. და მე მჯერა რომ აფხაზური, ქართულ-ოსური ურთიერთობებიც დაალაგდება. რა თქმა უნდა. ყველაფერს თავისი დრო აქვს და დრო ყველაფერს იწევს. რა თქმა უნდა, ეგრე იქნება. ღმერთი ესე გვატარებს, დაგვჯის, მიგჯის, მაგრამ მაინც დაგვაბრუნებს თავის წიაღში. ძალიან გვინდა, იმიტომ რომ ამდენი წელია ველოდებით ეს არის ჩვენი. ლოდინი არა, კი არა, იმოქმედეთ. კი, ჩვენით კი. ჯობია იმოქმედეთ ლოდინს. ვფიქრობთ რომ ეს ყველაფერი შეწყვიტეთ რუსოფობიული განცხადებები. შეწყვიტეთ მეტროში, ავტობუსში, ტაქსში, ტელევიზიებში, როგორც სახელმწიფოს, როგორც ისე შეწყვიტეთ, გიყურებენ, გისმენენ, გეუბნებით. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მე ვფიქრობ. რა თქმა უნდა. ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, აუცილებლად
და მე ვფიქრობ, რომ საერთო ენასაც რა თქმა უნდა, თაობა მოდის, რომელიც ამას გააკეთებს. აფხაზ ხალხთან და რა თქმა უნდა, ესე იქნება. ეს აუცილებლად მოხდება. დიდი მადლობა. დღეს ჩვენი სტუმარი იყო ბატონი პატა აბულაძე. მომავალ შეხვედრამდე.